ახალი წლის მოახლოებასთან ერთად პიროტექნიკაზე მოთხოვნა გაიზარდა თითქმის ერთი თვით ადრე ჰაერში უკვე დგას დენთისუნი. ეგრეთ წოდებული ასაფეთქებლები ახალი წლისთვის აუცილებელ ატრიბუტიკას წარმოადგენს, თუმცა მისი გამოყენება არც თუ ისე უსაფრთხოა. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად კანონით გათვალისწინებული წესები არ არის დაცული, პიროტექნიკის რეალიზაციაზე არანაირი შეზღუდვა არ ვრცელდება. ეგრეთ წოდებული შუშხუნების უმრავლესობაზე მითითებულია, რომ 18 წლის ასაკამდე მათი გამოყენება აკრძალულია. ხშირ შემთხვევაში მომხმარებლები სწორედ დაწყებითი კლასის მოსწავლეები და საბავშვო ბაღის ბავშვები არიან. კითხვაზე, რამდენად საშიშია პიროტექნიკა და უნდა იყიდებოდეს თუ არა პატარებზე, თელავში მცირე გამოკითხვა ჩავატარეთ. მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ ეგრეთ წოდებული შუშხუნები საკმაოდ საშიშია, თუმცა მის გარეშე ახალი წელი ვერ წარმოუდგენიათ. უსაფრთხო არ არის, მაგრამ ახალი წელია და უნდა იყიდებოდეს. თვითონ ვინც ყიდულობს, იმან უნდა გაუწიოს თავის თავს ვარაუდი. და უნდა მოიქცეს ფრთხილად, თორემ ვერავინ ვერ გააკონტროლებს, უნდა გაიყიდოს. აბა მაშინ საერთოდ არ უნდა არსებობდეს. დავქნათ, აბა ახალი წელია და ახალი წელს კიდე ეს უხდება. ჩემი აზრით არ არის უსაფრთხო და არც უნდა იყიდებოდეს. იმიტომ რომ ბავშვები და საერთოდ ვერ აკონტროლებენ რა, როგორ უნდა, მშობლებიც ვეღარ აკონტროლებენ შვილების მოქმედებას და ძალიან ბევრი ისეთი შემთხვევა დაფიქსირდა, რომ მათ სიცოცხლე საფრთხე შეექმნათ. პატარებზე არა, მაგრამ აუცილებლად უნდა იყიდებოდეს. რატო? იმიტომ რომ ხდება ახალ წელს შუშხუნები. მე ვფიქრობ, რომ არა. და არც უსაფრთხო არ არის. ნამდვილად, იმიტომ რომ პირადად მე შევწუხებული ვარ ქუჩაში, რომ ფეხებში აუფეთქებიათ პატარა ბავშვებს. არ უნდა იყიდებოდეს, არა. პატარებზე ნამდვილად არ უნდა იყიდებოდეს და ძალიან მაშინებს მე თვითონ. ვერ გეტყვით რამდენად უსაფრთხოა. გააჩნია ალბათ სად იყიდება და რა იყიდება, რა ფასიანი. თუმცა ძალიან არ მომწონს.